გამარჯობათ, მე ვარ მამუკა ჩხაიძე, პროფესიით იურისტი, საქმიანობ ტელევიზიაში, თამაშობ კალათბურთს, ძალიან მიყვარს კალათბურთის თამაში, ბავშვობიდან თამაშობ ბავშვთა ლიგაში, პროფესიულ დონეზე არ მითამაშია. დღესდღეობით სამოყვარულო ლიგაში მონაწილეობთ ჩვენი გუნდი და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს სამოყვარულო ლიგა არსებობს. კალათბურთის თამაში დავიწყე ბავშვობაში, 13-14 წლის ვიყავი. ბავშვობიდან არც სიგარეტს ვეწევი, არც არაზუსტ არ მომიწევია, სულ ყოველთვის ვცდილობდი, რომ სპორტით ყოფილიყავი დაკავებული და ჯანმრთელი ცხოვრებით ვეცხოვროს. კალათბურთმა შემძინა ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც არა მარტო კალათბურთში ხვდებით ერთმანეთს კალათბურთს თამაშობთ, არამედ ყველგან სანადიროდ იქნება ეს თხილამურზე, გუდაუში, ზღვაზე, ყველგან ერთად თავართ, დაბადების დღეებზე, რამე თუ არის, საზღვარგარეთ წასვლა, სულ ერთად თავართ რა. ყველაფერს თავი დავანებოთ, ძალიან დიდი მადლობელი ვარ კალათბურთის, რომ ამდენი მეგობარი შემძინა, რომელთანაც დღესაც ერთად თავართ. თუ შენ არ ივარჯიშე, შენ თუ ყოველ დღე არ მოემზად თამაშისთვის, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება და შედეგს ვერ მოგცემს რა. შეიძლება იმავე დღეს ამ ვარჯიშებმა და დისციპლინამ არ გამოიღოს შედეგი, მაგრამ ხვალდაზე გაუცილებლად გამოიღებს შედეგს და დაგეტყობა ყოველ წუთში შენი თამაშისას. მუშაობ ტელევიზიაში, ამდენიმე წელია უკვე საკმაოდ დიდ ტელევიზიაში. ასევე მაქვს ვინაიდან ძალიან მიყვარს სტუმარ მასპინძლობა, ასე რომ ვთქვათ. მაქვს რამდენიმე სასტუმრო მაქვს თბილისშიც, დასავლეთშიც, კერძოდ ურეკშიც, გრიგოლეთშიც და ძალიან მიყვარს და მომწონს ეს სტუმრიანობა, მომწონს სტუმრის მიღება, დახვედრა, აი გამასპინძლება. ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ ვთქვათ ჩამოსული როა 5 დღე, 6 დღე ადამიანი ზღვაზე, ვთქვათ სტუმრად სასტუმროში ჩვენთან მოწონს და გაგიჟდა და ვაიმე როგორ არ მინდა წასვლა და რაღაცა ბევრჯერ ყოფილა რომ ერთი კვირა რაღაცა რამდენიმე დღე კიდე გვიჩუქებია, ოღონდ თუ ესე მოგწონს დარჩით, მერე წაგვიყვანია რაჭაში, იქვე გურიაში სოფელი მაქვს, კვადროციკლები, ცხენებზე და გასულ ვცდილობ ასე ვთქვათ რომ გავაგიჟო საქართველოთი რა. ნადირობა მიყვარს ძალიან. ნადირობაში არ შედის რომ რაღაცა მოვინადირო ან რაღაცა თოფი ვესროლო და უბრალოდ ძალიან მიყვარს ბუნებაში გასვლა, ტყეში სიარული. რა თქმა უნდა, თოფებიც ძალიან მიყვარს და ამ პატარა კოლექციაც მაქვს ჩემი თოფების. სამოყვარულო ლიგა ძალიან დიდი ხანია არსებობს, თუ არ ვცდები, სადაც 10 წელია არსებობს, მაგრამ ამ ბოლო წლებში ძალიან ორგანიზატორებმა ძალიან დახვეწეს ყველაფერი, აი წელს მაგალითად ლაივში მიდის ყველა თამაში, საერთოდ შეიცვალა ფორმატი და აი 20 გუნდი მონაწილეობს და აი ყოველ წელს ცდილობენ რომ ახალ-ახალი რამე დაამატონ. რაც უკვე მე მგონი გათანაბრებულია უმაღლეს ლიგის თამაშებთანაც ძალიან კარგი და ამიტომაც ის ყოველ წელს უფრო მეტი გუნდი ემატება და იზიდავს გუნდებს რა ეს ლიგა. ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს, ძალიან დიდი მადლობა BetLife-ს, იმიტომ რომ ესეთი ლიგა არსებობს. ესეთ კარგ საქმეში დებენ თავის დროს და თავის ყველაფერს რა, ყველანაირად გვერდზე გვიდგას BetLife. ასევე ყველა სპონსორს, გუნდებისაც ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს გუნდები არსებობენ და აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ჩემპიონატში. კალათბურთის თამაშსაც შეეხება და ვარჯიშებს, ჩვენ იცით რა თქმა უნდა, რომ სამოყვარულო ლიგაში გამოდივართ ჩვენი გუნდი. ვარჯიშების აღამოობით გვაქვს 10 საათზე ხოლმე, მაგრამ მაინც რთულია ხ 12 კაცის შეკრება, კვირაობით გვაქვს თამაშები. რთულია მაინც, რომ 12 კაცი ზოგი დასაქმებულია, მუშაობს, ზოგი ქალაქიდან გადის, მაგრამ რა ზუსტად მაგას ვამბობ და ეს მეგობრობაზე და ასე ვთქვათ, მაკაცობაზე, რომ ყველანი ვცდილობთ, რომ არ გავაცდინოთ ეს დიდი დღე ჩვენთვის, რასაც გვია, რომ ყველანი ერთად ვიყო და ბოლომდე დავიხარჯოთ და ბოლომდე აი ყველაფერი გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ არ გაცდეს ეს დღე.